ზანაკლის პორტის ამბავი, ხო? ანუ აქ საინტერესო არის როგორ წარიმართება ეს პროექტი საბოჯამში, მათ შორის სხვა ამ ხელისუფლების პირობებში, იქნება სხვა ხელისუფლების პირობებში, თუ კი ეგ ანაკლის პორტი აშენდა და ჩინეთს მართლა შეიძლება თქვა მენეჯმენტური წელი არა, მაგრამ დიდი წელი მაინც კონდეს, რა იქნება შეცახალი ინტერესი ხო ამ რეგიონში? იქნება სიმშვიდე და სტატუს-კვო შენარჩუნება. ანუ ისეთი ხელისუფლება, რომელსაც ყოველ მეორე დღეს ხალხი უმხედრდება, ჩინეთისაც იქნება არც თუ მაინც და მაინც მისაღები, ხო? და ეს საინტერესო ასპექტი არის, რომ გრძელვადაში თუ შეხედო, პრინციპში ჩინეთსაც აქ ჭირდება სტაბილურობა პირველ რიგში და ხელისუფლება, რომელსაც მოსახლეობის ნდობა არ აქვს, ფიზიკურად ვერ შექმნეს ამ ქვეყანაში სტაბილურობას. მან ცუდი მომენტი არის, რომ ავტორიტარებს არ უყვართ დემოკრატიული რეჟიმები, იმიტომ რომ აი სულ ეგ განსთავkt, რომ აუ აქ კიდე რაღაცა შეიცვალა, მაგრამ მან კიდე დიდი განსხვავება არის მყიფე ტრანზიციულ სახელმწიფოებს და ისეთ ჩამოყალიბებულ ძლიერ სახელმწიფოებს შორის, რომელსაც ინსტიტუტები აქვს და რომლებშიც კი შეიძლება რაღაც გაიჭედოს, მაგრამ საბოლოო ჯამში გაცილებთ უფრო სანდო არის რამე პროექტზე თუ შეთანხმდით, რომელიმე ევროკავშირის წევრ სახელმწიფოსთან, ამერიკის შეერთებულ შტატებთან, იქ ხა შეიძლება რესპუბლიკელები წავიდნენ, დემოკრატები მოვიდნენ და ბევრი რამე მაინც არ იცვლება რიგი მიმართულებით და ხა სახელმწიფო რომელშიც სულ რაღაც ირევა, ხა მაგ მხრივ ნაკლებად სანდო არის ხოლმე.